ახალგაზრდული ფესტივალი ფანარტი გრძელდება გუშინ მწერალთა სახლში ფესტივალის მე-6 დღე ჩატარდა და მთლიანად ჯაზს დაეთმო. ჯაზის საღამოს კონსულტანტი დათო ევგენიძე იყო. პირველი მრავალჟანრობრივი ახალგაზრდული ფესტივალი ფანარტი უკვე მესამე წელია ტარდება. ის ხელოვნების 10 ჟანრს აერთიანებს და მასში 15-დან 29 წლამდე ასაკის ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ფანარტის თანაავტორი და უცვლელი კონსულტანტი ნიკოლოზ რაჭველია. სხვადასხვა სახელოვნებო ჟანრებში კი ყოველწლიურად სხვადასხვა ცნობილი ქართველი ხელოვანები უწევენ კონსულტაციებს. დღეს ფანარტი მოდისა და დიზაინის საღამოს გამართავს, რომლის კონსულტანტები გუგა კოტეტიშვილი და ნინო ჩუბინიშვილი იქნებიან. ფესტივალი 31 მარტს საზეიმოდ დაიხურება. ძალიან სუყე კონკურსანტები არ აქვს, მაგრამ ერთი ადამიანის მნიშვნელოვანია საერთოდ საქართველოსთვის და იმისთვისაც ღირს აქ ყოფნა. ამიტომ აი ესეთი ყურადღებით მგონია, როგორც სპორტის ახალგაზრდობის სამინისტრო ექცევა თავის ახალგაზრდებს, მე მივესალმები და ყოველთვის გვერდზე ვდგები მათ მიერ ჩატარებული ყველა აქციის თუ ღონისძიების. ფანარტის საფესტივალო დღე ეთმობა ჯაზს, ძალიან მნიშვნელოვანია თვალსაზრისით, რომ ჩვენი კონსულტანტი დათო ევგენიძე დღეს ჩვენთან ერთად არის. სულ ორი მონაწილე ყავს, აქედან აღსანიშნავია, რომ ერთი მხოლოდ 13 წლის არის და ფოთიდან გვესტუმრა და ძალიან გასახარია ის ფაქტით, რომ თვითონ დათო ევგენიძე შეასრულებს რამდენიმე კომპოზიციას, ასე რომ წინ დიდი სიამოვნება გველოდება. აქ დავუკრავთ ერთი 4-5 თემას და ჩემი მეგობრები ბასზე მიშელ ხოშიკიანი და პიანოზე პაყინა შარიკაძე და ჯაზს დავუკრავთ და ფანკს და ასე